სხვათა შორის ძალიან მომწონს თქვენი კოსტიუმები. ხა ამ კოსტიუმებზე არ მაქვს ლაპარაკი ეს ხა დისნეის ცნობილი პერსონაჟების კოსტიუმები, მაგრამ თავისთავად მე არ ვიცი ვინ არის ბასტი ბუბუს კოსტიუმების ხატვარი, მაგრამ აი თითოეული კოსტიუმი არის ხოლმე სულ ფიქრობ რომ რა კარგი და სანიკიძე. ხო და ჩემი პატივისცემა გადაეცით წულაიას და სანიკიძე. არა მართლა გამორჩეულად კარგი კოსტიუმებია, ბავშვური. კი? გემოვნებიან. ხო. რომელი გინდა? ეს მეგონი გძელი გექნება, იცი? მე რა მოვაზომოთ. ეს უნდა. აი ჩვენ კულისებში გავალთ, მოვიზომოთ და გამოვვალთ. მოდი აი და მე თან ესე იგი გიამბობთ, რომ სხვა შორის აი ბავშვები, როცა ჩვენს გარდერობში მოხვდებიან ხოლმე, ხო? იმ პერსონაჟს ირჩევენ ზღაპრის იმ გულს, რომელზედაც აი დედიკო და მამიკო სახში ზღაპარს უკითხავენ. ეს ბელისა არის, ხო? ისე რა კარგია. ჩაიცმევ კოსტიუმს და ზღაპრის გმირი ხდები. ნინო ძალიან დიდი მადლობა რომ რა თქმა უნდა ჩვენთან სტუმრად მოხვედით მარიტასთან ერთად და აი რაღაცა იქნებ კიდე გითხრა რაღაც ისეთი რჩევები რა რომ გავითვალისწინოთ აი ძალიან მნიშვნელოვანია ხო რა შეიძლება კიდე გაკეთდეს შენი რჩევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განდით პატივში ვარ იმიტომ რომ მე თუ მეკითხება ბასტი რა არის პირიქით მე ვსწავლობ იქით თქვენგან არაფერი რჩევა არა მაქვს უბრალოდ გისურვებთ წარმატებებს და ისეთივე წარმატებას და კიდევ უფრო მეც რაც აქამდე ხონდა მე რომც არ ვიყო ბავშვები არიან ვარ მეც შესაბამისად იმიტომ რომ უბრალოდ მარიტა გაიზარდა ბასტი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რომ ძალიან გვიამაყება რომ ბავშვებისთვის საუკეთესო კომპოზიტორები წერენ სიმღერებს ჩვენ ისიც გვიამაყება რომ ამ სიმღერებს პოპულარიზაციას ბასტი ბუბუ უწევს თითქმის ყველა ჩემი საბავშვო სიმღერა დაიწერა ბასტი ბუბუში. ექსკლუზიურად ბასტი ბუბუსთვის შემიძლია ესეც თქვა. რადგან აქ რაღაცა სხვა სითბოა, სხვა განწყობა და აქ განსაკუთრებულად ვღერია. ყველაფერი დაიწყო სიმღერა თუთიკოთი. მე ვიყავი 8 წლის, როდესაც დავდიოდი ბასტი ბუბუში და ზუსტად მაშინ დავწერე ჩემს პატარა დაიკოს თუთიკოს ეს სიმღერა. აი უკვე 20 წელი გავიდა
და მე ისევ პასტიბუბუში ვარ, ოღონდ როგორც პედაგოგი და კომპოზიტორი. ჯადოქარი ჩემთვის განსაკუთრებული სიმღერაა. რადგან ეს სიმღერა მე დავწერე ჩემს დიშვას. უნდა მივწოდეთ ძალიან ადვილია გაიგოთ როგორი სიმღერები მოსწონთ ბავშვებს და მე ამას ვგრძნობ რადგან ძალიან ხშირად მიწევს ბავშვებთან ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა მათთან ერთად სიმღერა როდესაც ბავშვებთან მუშაობ ვგრძნობ რომ მუდამ რაღაცა სიახლეს მოელიან შენგან და მახსოვს იყო გაზაფხული დგებოდა დაბრუნდნენ ბავშვები ზამთრის ადადეგებიდან უკვე სხვა ემოციით და სხვა განწყობით და გადავწყვეტე რომ გამეკეთებინა მათთვის სიურპრიზი. დამეწერა სიმღერა ყვავილებზე, მდელოზე, მოკლედ გაზაფხულზე. მახსოვს როდესაც პირველად გაკვეთილზე მოვიტანე სიმღერა დელია ვიგრძენი როგორ უცებ აითვისა ბავშვებმა და ჯგუფი ძალიან მალე წამომყვა. ერთი ამას ვთქვით ვიმღერეთ. ეს ძალიან დიდი ემოციაა და ძალიან დიდი სტიმული კომპოზიტორისთვის.